ხეცერის ტყეში საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. ზუგდიდის რაიონში გაუჩინარებული 3 მამაკაცი მოკლულები ნახეს. მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. გამოძიების ოფიციალური ცნობით თავდამსხმელმა დანაშაული ანგარების მიზნით ჩაიდინა, თუმცა სხვა დეტალები ამ დრომდე გაურკვეველი რჩება. ზესტაფონისა და ხობის რაიონის 3 მკვიდრის კვალი 10 თებერვალს დილიდან დაიკარგა. სამივე მათგანი ზუგდიდის რაიონში საქონლის შესაძენად იყო ჩასული. გაუჩინარებულთა მიკროავტობუსი და ერთ-ერთის მობილური ტელეფონი სამართალდამცავებმა გუშინვე იპოვეს. საქმე განზრახ-მკვლელობის მუხლითაა აღწრული. 48 საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ზუგდიდში გაუჩინარებული 3 მამაკაცი სამართალდამცველებმა მოკლული იპოვეს. ცხედრებს გამოძიებამ ხეცერის უბანში საბეჭვაიოს ტყეში მიაგნო. იმ ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, სადაც გუშინ გარდაცვლილთა ავტომობილი და ერთ-ერთის მობილური ტელეფონი იპოვეს. ეჭვმიტანილი 40 წლის დავით ბეჭვაია პოლიციამ უკვე დააკავა. როგორც ირკვევა, ბრალდებულმა 10 თებერვალს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ზესტაფონის რაიონში მცხოვრებ 32 წლის გიორგი ფირჩხაძეს, 45 წლის პაატა ჩუბინიძეს და ხობის მკვიდრ 51 წლის მერა ბაბესაძეს. სამივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. ეჭვმიტანილმა ცხედრები იქვე მდებარე ტყეში გადამალა და ადგილიდან მიმალვა მოახერხა. თუმცა რამდენიმე საათის წინ ის ზუგდიდში დააკავეს. დანაშაულის მოტივად ანგარება სახელდება. ბრალდებული 2007 წლამდე სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდა. ბოლო 9 წელიწადი კი უმუშევარი იყო. მოამბე მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედას ესაუბრა. ჩემი რძალი გამოსულა გარე და ბიჭებს უთქვიათ ვიღაცაოსო ელაპარაკებოდაო დათოსო ელაპარაკებოდაო და ჩასვესო მანქანაშიო. საქმე დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღწრული. ცხედრებს დღეს ექსპერტიზაც ჩაუტარდათ. ისინი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. მოტივი ჩვენთვის არ არის ცნობილი, ის გავიგეთ, რომ საათნახევრის წინ შევიტყვეთ, რომ მოკლულები არიან სამივე პიროვნება. ქუთაისში არიან გადასვენებული ლევან სამხარეულის ექსპერტიზასთან არიან მისულები ოჯახის წევრები. აბესაძე, ფირჩხაძე და ჩუბინიძე ზუგდიდში 2 დღის წინ საქონლის შესაძენად წავიდნენ. მათთან კავშირი 10 თებერვალს გაწყდა. სამართალდამცველებმა მათ კვალს თავდაპირველად ვერ მიაგნეს. ახლობლების თქმით, მამაკაცებს თან ჰქონდათ 3200 ლარი. იცნობდნენ თუ არა მოკლულები ეჭვმიტანილს ამის შესახებ ოჯახს ინფორმაცია არ აქვს. საქმის გახსნის შესახებ მათ ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში შეიტყვეს.